მოგესალმებით. გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ელენა დანანი სტუმრობს დენი ჰენდერსონის შოუს და მათი სასაუბრო თემა არის გველეშაპის რეპტილიები, გველეშაპის მაგვარი რეპტილიები, რუხების ტიტულები, EA, ასე წერია, EA, ალბათ არ გახსნიათ თუ ეს რას ნიშნავს და სხვა ჭეშმარიტებები ემზადებიან 2025 წლისთვის. ამ ვიდეოს წარმოგიდგენთ არხი კანალ რასკრიტია. არის სასაკუთრებული ინგლისურ ენოვანი არხიც ამდაგვარი. წამყვანი მოესალმება ელენა დანანს, როგორც გითხარით, რომელიც სტუმრობს მის შოუს. მე მოხარული ვარ ისე ვიყო თქვენთან სტუმრად. როგორც წარმოვდგეთ თქვენ წინაშე, ელენა დანანი ამბობს, რომ ის არის ყოფილი არქეოლოგი, უცხო პლანეტელებთან კონტაქტორი და ვარსკვლავური ნაციებიდან. ბავშვობაში მე გამიტაცეს რუხებმა უცხო პლანეტელებმა, მაგრამ მე გადამარჩინა ფედერაციის პერსონალმა, რომელიც აღმოჩნდა ჩემი ერთადერთი ოჯახი, ერთადერთმა პტორ-ხან ერიდონმა გადამარჩინა მე, რომელთანაც მთელი ცხოვრება მაქვს ურთიერთობა, კონტაქტი. მე ვაგრძელებ მისი მესიჯების გადაცემას, მაგრამ ჩენელინგით არ საქმიანობ. ჩენელინგი მე დავუწვე საზოგადოებას ახალ ერას. მე მქონდა მხოლოდ ფიზიკური კონტაქტები უცხო პლანეტელებთან, რომლებიც ტელეპორტაციას აკეთებდნენ ჩემს სადინებელში. ან მივყავდი მე პირიქით იქეთ თავიანთ ხომალდეებზე, ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ბავშვობიდან და სიყმაწვილემდე. მე გავხდი სამოქალაქო ემისარი გალაქტიური სამყაროების ფედერაციაში. მე დღემდე რეგულარულად დაფრენავ კოსმოსში და ხვდები სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მომაქვს გზავნილები დედამიწაზე. მე ერთ-ერთთაგანი ვარ, ვიზეც არის ზედაწოლა საზოგადოების მხრიდან, რადგან მე ვლაპარაკობ სიმართლეს. წამყვანი მადლობას უხდის ელენას და წამყვანი ამბობს, რომ ის არის დენი ჰენდერსონი და ისიც მოვიდა ამ ქვეყნად იმისთვის, რომ გახსნას ინფორმაცია და გაიგოს ჭეშმარიტი ისტორია ჩვენი პლანეტისა. მეც ვაზიარებ ჩემ გამოცდილებას და ჩემ ინფორმაციას, როგორც ელენა დანანი, როგორც მან თქვა, ის საქმიანობს ახალი ერით, რომელიც არის ფსიქოლოგიური ოპერაცია. მე ჰენდერსონი წამყვანი ამბობს თავის თავზე, მას ქვია წამყვანს, როგორც დასაწყისში გითხარით, ქვია დინა ჰენდერსონი და დინა ჰენდერსონი ამბობს, რომ ის პირადად იცნობდა იმ პიროვნებას, ვისთანაც ახლა დღემდე კონტაქტორობს ელენა დანანი და მეც ვარ მოწმე ყველაფრის ამისა. დინა ჰენდერსონი ამბობს, რომ მას აქვს ფოტოგრაფია ვალდეკის, ეს არის უცხო პლანეტელი, ნამდვილი ვალდეკის ფოტოგრაფია. მე მოხარული ვარ, რომ პირადად მყავს ნანახი დოხანი და დანარჩენი სხვები. ესენი არიან ყველა იმ ხომალდის წარმომადგენლები, რომლებმაც გადაარჩინეს ელენა დანანი ოდესღაც. მე ეს მიმართავს ელენას, ვერ დავიჯერებდი ამას მხოლოდ თქვენი სიტყვით, ამიტომ ეს ყველაფერი ჩემი თვალით უნდა მენახა. ჰენდერსონი ეუბნება ელენას, რომ მე თუ ვერ დაუჭერებ ხარს იმას და ვერ დავიჯერებ იმას, თუ რამე არ მინახიაო ჩემი თვალით. თვითონ კონტაქტორია და რას ეუბნება მეორე კონტაქტორს. რასაკვირველია, სკეპტიკოსებიც ასე ლაპარაკობენ და მას იქცევიან, მაგრამ მან ქიმაის ნახა თავისი თვალით და ყველას კიდევ არ ანახებენ ყველაფერს. მაგრამ რადგან ის კონტაქტორი იყო, მას დაანახეს ყველაფერი თავის თვალით. ელენა დანანი ეუბნება ჰენდერსონს, დიახო, მაგათმაო, თქვენ წარმოგიდგინეთ
წარმოგიდგინათ მტკიცებულება ყველაფრის იმისა, რასაც მე ლაპარაკობდი, ის კი რა მეტიცო. რადგან სექტემბერში 2004 წელს დენვერში ჩვენს გქონდა საჰაერო გადაღება, რომლის გადაღება თხოვეთ თქვენ. ჩვენ მოვილაპარაკეთ ფედერაციას და ჩვენ გქონდა შოუ 1 საათის განმავლობაში დახურულ ზონაში ფრენისთვის, ესე იგი ფრენისთვის აკრძალულ ზონაში, სწორად რომ თქვა. განსაზღვრულ ადგილას, სადაც იყო და მე მაქვს 26 ადამიანისგან შედგენილი, რომელიც იფსება თანატანობით. ეს არის მტკიცებულებების და მოწმეების როგორ ვთქვათ, დაგრული ინფორმაცია, რომელსაც ემატება და იდება საიტზე, სპეციალურ საიტზე dmatrix.org. დენ მაილისის სწორად თუ გავიგე შოუ. ის ერთგულია კაცობრიობის და ის თვითონ იყო მოწმე იმისა, თუ უცხოპლანეტელები როგორ ეწეოდნენ ხოლმე დედამიწას და გამოვიდა ბოლო 2 კონფერენციაზე, რომელიც იყო მიძღვნილი NLO-ს რეალურ ფრენებს, მაგრამ ეს იყო ხალხი კოსმოსიდან. მე პირველი არა, ვინც ამაზე საუბრობს. დენი ჰენდერსონი ამბობს წამყვანი, რომ მე პირველი მაყურებელი ვარ იმ ვიდეო გადაღებისა, უცხოპლანეტელების ფრენისა, რომელსაც ორგანიზება გაუკეთა ელენა დაანანმა. ეს ვინც სტუმრობს ახლა ჰენდერსონს. მე მithქვა მინდა, რომ ელენა დაანანი დაკავშირებულია გალაქტიკური სამყაროების ფედერაციასთან და სამხედრო ამერიკელებთან. ეს იყო დამტკიცებული, როდესაც მაგათმა გამოგზავნეს აქეთ თავიანთი სამკუთხედი ხომალდეები. შეიძლება თქვენ მოგისმენიათ ამაზე ჩვენ არხზე 1000 ჯერ, დაიყავით მზად იმისთვის, რომ ეს გაიგოთ მილიონჯერ. მე ამ ამბავს არასდროს დავტოვებ უყურადღებოდ და არ დავტოვებ წარსულში. ელენა, მე არასდროს დაუშვებ, რომ ეს მოვლენები ყოფილიყო დავიწყებული. არიან ადამიანები, რომლებიც ხელს უშლიან სიმართლის გახსნას. Пытаются быть первыми во всем. იტყუებიან და ცდილობენ იყვნენ პირველები ყველაფერში, მაგრამ მხოლოდ ზიანს აყენებენ საქმეს ამით. დღეს ამ გადაცემაში ჩვენ გავარჩევთ რამდენიმე ცრუ ინფორმაციას. ჩვენ ისე ვართ დაპროგრამირებული, რომ ყველაფერს გვჯერა, რასაც გვეუბნებიან საერთოდ. ჩვენ დავიწყეთ ანონაკებისგან და ერთი ადამიანისგან, ის ძალიან ცნობილია და გავლენიანი. მას ჰქონდა ბევრი კონფერენცია ჩატარებული, ის არიგებს მაქნებს და ასე შემდეგ, მაგრამ ის ლაპარაკობს სიცრუეს. მაგალითად ელენა დანაანი, ის ამბობს, რომ ანონაკები მოფრინდნენ პლეიადებიდან, მაგრამ მათ ანონაკებს არანაირი კავშირი არ აქვს პლეიადებთან. სინამდვილეში ანონაკები მოფრინდნენ პარალელური სამყაროდან. ამას ამბობს ელენა დანაანი. ის ამბობს, რომ ისინი მოფრინდნენ თანავარსკვლავ ბიუთიდან, შემდეგ გადმოფრინდნენ სირიუს და დასახლდნენ სირიუს B-ზე. აი ზუსტად იქ ანონმა დააარსა თავისი იმპერია და იმის შემდეგ ისინი მართავენ ამ იმპერიას ვარსკვლავურ სისტემაში სირიუს B-ში. დენი ჰენდერსონი პასუხობს, რომ ეს მშვენიერია, მაგრამ კიდევ გავთქვი რამე სათქმელი მიმართავს ელენა დაანანს, რისი თქმა გინდოდათ აქ. გინდათ თუ არა შეეხო თემა, ორიონის თემას. მე ვიცი, რომ ჩვენ გვაქვს სისტემა ბეტელგეიზი, ეს იმ ვარსკვლავის დასახელება, სადაც თავიდან იმყოფებოდა ორიონის დედოფალი. ხომ არ შეგეძლოთ მოგეყოლათ ამის შესახებ დაწვრილებით? ელენა დანანი პასუხობს, ორიონი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია ჩვენ გალაქტიკაში. დიდი ხნის წინ იქ ხდებოდა, მიდიოდა ძალიან საშინელი ომები, ძალიან სასტიკი ომები. ეს ომები, ამ ომების გამჩაღებლები იყვნენ ეგრეთ წოდებული რუხები ორიონიდან.
ან ორიონის დაჯგუფებიდან უწოდებენ თავის თავს ნებო, რისი თარგმნა ნიშნავს ვლადიკი, ბრძანებლები. მაგათმა დაიპყრეს galaktika, ისინი არიან რუხები, ისინი გაერთიანდნენ კოლექტიური ცნობიერების, კოლექტიური გონების სისტემაში მთავარი დედოფლისა, რომელიც იმყოფებოდა ორიონის დანისლებაში, ტუმანას არიონა, მე მგონია ზუსტად გადავთარგმნე, ორიონის დანისლებაში, ტუმანას არიონა, ორიონის დანისლება. მე ვიმყოფები ტრაპეციის გროვაში, ან როგორც გინდათ ისე უწოდეთ, ტრაპეციას ფორმა აქვს ასე იქ ერთ ადგილს, რომ შეხედათ ორიონის მხარეს ტრაპეციის გროვა. ელენა იმყოფება იქ. იქ არის ქარიშხალი, სივრცეთაშორისო ქარიშხალი, ძალიან ძლიერი ქარიშხალი და ამ ომების მიზნები იყო ამ ქარიშხლის ჩაგდება ხელში. მაგრამ ეს მათ არ გამოუვიდათ. ისინი მართავდნენ galaktikas ტერორით და ტირანიით 2021 წლამდე, როდესაც კოტური იყო გატეხილი სამყაროების galaktikuri სამყაროების ფედერაციით და იქნა განადგურებული, ასე რომ ნებროვეები, მეტი იგივე, მათ ბევრი სახელები აქვენ, ნებროველები, მეტი ისინი არ არსებობენ, მაგრამ მაგათმა შეადგინეს გეგმები მრავალი სამყაროების დასაპყრობად და დედამიწა იყო ერთადერთი მთავარი ობიექტი, უпроსტად ერთ-ერთი მთავარი ობიექტი, მაგრამ მათ არ შეეძლოთ უბრალოდ დაეყრო დედამიწა და ძალით მოსულიყვნენ აქ რაღაც დირექტივის გამო, რომელიც არსებობს კოსმოსში. ამით ისინი დაარღვევდნენ მთავარ დირექტივას, ამიტომ მაგათმა გადაწყვეტეს დედამიწის მოსახლეობის თანხმობა მიეღოთ ორი გზით. პირველი მეთოდი რაღაც შეთანხმებაზე, მოეწერათ შეთანხმებაზე ან კონტრაქტზე ხელი დედამიწის ლიდერებთან, მოეწერათ შეედგინათ ხელშეკრულება ეზენჰაუერის იმ პერიოდში, ალბათ როდესაც უნდა დაპყრობა, ამიტომ იხსენებს ელენა დანანი ეზენჰაუერს, ეტყობა იმ პერიოდში. ოღონდ ეზენჰაუერთან არა, ეზენჰაუერის ბნელი გუნდის წარმომადგენლებთან. ეზენჰაუერი ებრძოდა მათ, მაგრამ მათ ძალა არ ჰქონდა, მაგრამ როგორც შეეძლო ებრძოდა. ხალხი იქაური ეზენჰაუერის ბნელი გუნდის ლიდერები იყვნენ მოტყუებული და ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმად უცხოპლანეტელებს შეეძლოთ გაიტაცებინათ ხალხი, უბრალო ადამიანები. ტექნოლოგიების სანაცვლოდ, რომლებიც სინამდვილეში მათ არ მიუღიათ, მოატყუეს, გადაგდებული იქნენ. ის უცხოპლანეტელების ჯგუფი, ამ რუხების წაგებული ჯგუფის წარმომადგენლები, რუხები თავის გენებს აჯვარებდნენ გადაცებული ადამიანის გენებთან და მათ დაჭირდათ ერთი წელი, რომ შეექმნათ ჰიბრიდების არმია. მეორე მეთოდი, რითაც შეეძლოთ თანხმობა მიეღოთ ადამიანებისგან, ეს დაეშინებინათ ადამიანები, დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები, შიშით ხომ უდრის თანხმობას, მე ეს არ ვიცოდი თუ შიში უდრიდა თანხმობას, ხომ ხედავთ, კოსმოსში სხვა კანონებია. ბევრი ადამიანებს ესმოდათ იმ დროს, როდესაც ეს გრძელდებოდა, ესმოდათ თუ მე როგორ ვლაპარაკობდი, მე ვლაპარაკობდი, ვეუბნებოდი ხალხს, რომ უთხარით რო არ ხართ თანახმა, რომ თქვენ არ იყავით თანახმა, როდესაც ხელს აწერდით ამას, და მათ არ აქვთ უფლება თქვენ წაგიყვანონ, ისინი არ გაჩერდებიან, უბრალოდ ისინი გაჩერდებიან, თქვენ რომ ამას ეტყვით და ზუსტად მასე მოხდა,
ისინი ჩერდებოდნენ, მათ არ ჰქონდათ უფლება ადამიანის ნების წინააღმდეგ წასული იყვნენ და ისინი წყვეტენ გადაცემებს. ამ ჰიბრიდების საშუალებით უნდა შეენაცვლებიათ ადამიანები, მაგრამ სად მალავდნენ ამ ჰიბრიდებს? სად იყვნენ ისინი? ჩვენ მათ დიდი ხანია ვეძებდით, მაგრამ ჩვენ ეს ჰიბრიდები აღმოვაჩინეთ პარალელურ ხელოვნურად შექმნილ სამყაროში, არიონის დანისლებაში, სატრანსპორტო ხომალდების გაყოფილებაში. მე ამას დაუბრუნდები უფრო მოგვიანებით. მინდა შეგახსენოთ, რომ ეხლა ამ მომენტში ლაპარაკობს ელენა დანაანი. შევეცდები ვილაპარაკო მოკლედ. იქ იყვნენ სელექციონერები, ადამიანები, რომლებიც იყვნენ დაპროგრამირებული, აიძულა სხვა ადამიანები დათანხმებოდნენ ამ ჰიბრიდებს. მათ არ შეეძლოთ აიყვანა ჰიბრიდების ჯარი და დედამიწაზე შეჭრილი იყვნენ და მათ ამ დაპყრობილების გეგმა იყო აიძულა ხალხი მიეღოთ ეს ჰიბრიდები. ჩვენ არ დავასახელებთ სახელობრივ ადამიანებს, რადგან ადამიანებმა არ იციან ამის შესახებ, მაგათმა მხოლოდ ის იციან, ვინ არიან ისინი. ნებისმიერი, ვინც ადრე ლაპარაკობდა სინათლის galaktikis ფედერაციაზე, რომლებიც იყვნენ რუხები და რუხების დაბრუნება ეს არის პროგრამირების ნაწილი. რუხი ჰიბრიდები იყვნენ ნაპოვნი და ამაზე მოგიყვებით შემდეგ ახალ ამბებში, ვარსკვლავურ ნაციების ახალ ამბებში. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის ელენა დანაანის არხი, ვარსკვლავური ნაციების ახალი ამბები, რომლის რამდენიმე ვიდეო 2 თუ 3 მაქვს დადებული ჩემ არხზე და რომელსაც ელენა დანაანი უშვებს კვირაში ერჯერ. მე ვაგრძელებ თვალყურის დევნას ინფორმაციაზე და რაღაც ამბებზე, რაც ხდება galaktikაში. მე მოუყვები ხალხს თუ რა დაემართება ამ ჰიბრიდებს, რადგან გაირკვა, რომ ამ ჰიბრიდებს არ აქვთ სული. ეს არის ცარიელი, მხოლოდ ცარიელი სხეულები, რომლებიც ელოდებოდნენ, რომ მათ დააკავშირებდნენ ეფექტიურ ცნობიერებასთან, ორიონის დედოფალთან, უпроსტად ორიონის დედოფლის ერთიან ცნობიერებასთან, რომელიც ახლა არ არის, ასე რომ ახლა ისინი არიან უბრალოდ ცარიელი ნაჭუჭები. გაერთიანებული ალიანსი ნაარო გადაწყვეტავს თუ როგორ უნდა მოიქცეს ამ ჰიბრიდებს და მე თქვენ ამ ახალ ამბავს გეტყვით. რუხებთან საქმე მოგვარებულია, ასე რომ ვინც რეკლამას უკეთებს ამ რუხებს ან მათ ჰიბრიდებს გახდავს ხორბლი მათი მანიპულაციის და ის ასრულებდა უბრალოდ მათ პროგრამას. რუხებთან საქმე დამთავრებულია. დენი ჰენდერსონი უხდის მადლობას ელენა დანაანს და ეუბნება, რომ ელენას ინფორმაცია ძალიან საჭირო ინფორმაციაა. მე მომწონს ტერმინი ელენა, რომელსაც შენ ახლა, რომელიც გამოიყენე იმ ადამიანების მიმართ, რომლებზეც ამბობ, რომ ისინი არიან რუხების მსხვერპლი და ისინი იყვნენ დაპროგრამირებული ამ ამოცანის შესასრულებლად, თუმცა მათ შეიძლება ეს არ უნდოდათ. ბევრი იმ ადამიანებისგან მოვიდნენ აქ დაპროგრამირებული რაღაც პროგრამებთან ერთად, რომლის უმრავლესობა იყვნენ გადაცებული ბავშვობაში, მოზარდ პერიოდში და იმ დროიდან საუბრობენ ისეთ რაღაცებზე, რაც სინამდვილეში არ იყო და კიდევ ერთი რჩევა მათ, ვინც დაკავშირებულია galaktikul ფედერაციასთან. თავი დაიჭირეთ შორს ფსეობებისგან. ეს ფსეობები არიან უცხო
რუხების უცხო პლანეტელების წარმომადგენლები ЦРУ, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვოს მმართველობის წარმომადგენლები და რუხების პროგრამების და მათი ამერიკელების პროგრამების ნაწილი, მაგრამ ЦРУ უკვე არც ისე აქტიურად არც ისე აქტიურად გამოდით მათ ამ საქმის წინ წაწევა. მოდი გავერკვეთ კიდევ ერთ რაღაცაში. ხენდერსონი ეკითხება ელენა დანას, შეგიძლია თუ არა შენ უპასუხო დღეს ამ კითხვას, ახლა რომელსაც დაგისვამ. დედამიწა გაიყოფა ორად. ელენა დანას ეცინება, არა, ეს არის კიდევ ერთი სისულელე, რუხის სისულელე. მაგას მათ ჩაატარეს მრავალი ფსიქოლოგიური ოპერაციები, რომ ადამიანის ყურადღება გაფანტონ და თავს აუბნიონ. პლანეტა არასდროს დაიყოფა ნაწილებად. ეს არის ახალი ერის ბოდვა. არის მხოლოდ ერთი პლანეტა და ეს არის ჩვენი პლანეტა დედამიწა, ისეთი როგორიც მას ჩვენ ვიცნობ და ჩვენი პლანეტა ევოლუციონირებს უფრო მაღალ განზომილებისკენ, სიმჭიდროვებისკენ და ჩვენ უკვე ფეხი შევადგით ამ ახალ განზომილებაში და ამაში ითვალისწინება ცნობიერების გლობალური ევოლუცია და გზის სისტემა შევიდა ზონაში ამ galaktikis სახელად ნატარუ, რომელსაც აქვს უფრო მაღალი განზომილება, სიმჭიდროვე პლოტნეს, მეხუთე განზომილება, ასე რომ პლანეტის არანაირი დაღუპვა არ არის მოსალოდნელი. ეს არც მეცნიერულ თვალსაზრისით არის შესაძლებელი და ლოგიკურადაც შეუძლებელია. დენი ხენდერსონი წამყვანი ამბობს, რომ იმდენი რამე ხდება და ჩვენ ამ ყველაფერს უნდა გავერკვეთ, რომ ბოლო მოვუოთ ამ სისულელეების ლაპარაკს. ჩვენ შევდივართ 2025 წელსში. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ ხალხს, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ ყველა წავა თავისი გზით და ეს მასეც უნდა მოხდეს. ყველა ირჩევს თავის გზას. ჩვენ უნდა მივიღოთ ინფორმაცია და გავატაროთ ის ჩვენ სისტემებში და უნდა ვადევნოთ თვალი თუ სად რეზონირებს ის და სად არა. თქვენ არასდროს გითქვამთ, არც ჩემთან, არც საჯაროდ, რომ თქვენ ხართ ელიტა და თქვენ არასდროს არ გილაპარაკიათ არანაირ სხვა მიზნებზე, მხოლოდ ერთი მიზნის გარდა, რომ უნდა გიყვარდეს კაცობრიობა. ჩვენ გავიარეთ რამდენიმე ცხოვრება ერთად და ჩვენ ახლა ვიცით და ჩვენ თუ დავკარგეთ რამდენიმე ადამიანი ამ ეტაპზე, ჩვენ არა გვაქვს დრო, შენი გატის მივაქციოთ ყურადღება. მე ხა მინდა ვილაპარაკო იმ ადამიანებზე, რომლებიც ამბობენ, რომ წარსული, ახლანდელი დრო, ამწყო და მომავალი არსებობენ ერთდროულად დედამიწას. წარსული, ამწყო და მომავალი არსებობს ყოველთვის. მე რომ შემეძლო ახლა მოგზაურობა წარსულში და მომავალში, მე ახლა გახდებოდი დედოფალი. მე მინდა მაგალითად წავიდე წარსულში, მე მინდა როგორ ვთქვათ, მე მინდა ხოლოდ შევქმნა და ვარსო რაღაც ახალი სამყაროები, რაღაც ახალი. მე მინდა ხელოვნებასავით რაღაც შევქმნა. მოდით გავერკვეთ ამ სიცრუეში, წარსულთან, ამწყოსთან და მომავალთან დაკავშირებით. ელენა დანანი, გთხოვთ, აგვიხსენით. ელენა დანანი პასუხობს, დრო რომელსაც ჩვენ შევიგრძნოთ დედამიწაზე, ეს არის ჩვენი აღთქმა გრავიტაციის. ჩვენი ცნობიერება დაკავშირებულია ჩვენ სხეულთან და ჩვენი სხეული გრავიტაციის კანონებს ემორჩილება. გრავიტაციის კანონები გულისხმობენ სამყაროს
და პლანეტის ლინიენное развитие, ლინიურ განვითარებას. პლანეტა, რომელიც ბრუნავს ვარსკვლავის გარშემო, ეს არის линейное время, უკაცრავად. Линейное время, ესე იგი პირდაპირი დრო, ლინელიუმი დრო. პლანეტა ბრუნავს საკუთარი ბოძის გარშემო, ესეც არის პირდაპირი დრო, ესე იგი линейное время, პირდაპირი დრო. დღე ღამე, დილო საღამო, საღამო შუაღამე და ისევ იწყება თავიდან და ამ ლინეიურ დროში, ამ პირდაპირ დროში, в это линейное время ჩვენ აღვითქვამთ ამ დროს, როგორც წარსულში, ახლანდელ დროში და მომავალში. მაგრამ თქვენ თუ შეხედავთ მხოლოდ ამ წყოს, ესე იგი ახლანდელ დროს და თქვენ თუ მხოლოდ ახლანდელ დროს მიაქცევთ ყურადღებას, ეს ახლანდელი დრო შეიცავს უქტავების ყველა დროს, რადგან ის ნახვლიანი არაა. ახლანდელი დრო არ არის ერთი წამიერი რაღაც მომენტი. ახლანდელი დრო არის შეუწყვეტელი დინება და თქვენ შეგიძლიათ ერთი ის მგნავენიეს რო უძახიან რუსულად, ესე იგი ის ერთი მინგი, ერთი წამი თქვენ გაყვეთ რამდენიმე ფრაქტალზე. აი თქვენ როდესაც პოულობთ დროის ჭეშმარიტულ მომენტს, დრო არის ველი, როდესაც თქვენ გამოდიხართ გრავიტაციის გავლენიდან, როდესაც თქვენი ცნობიერება გამოდის განსახიერებიდან ფიზიკურ სხეულში, თქვენ აღიქვამთ ამ დროს როგორც არა ლინეინურს, ესე იგი არა პირდაპირს, ნელინეინაე. ამის გაგება ძალიან რთულია, როდესაც თქვენ იმყოფებით გრავიტაციის გავლენის ქვეშ და ახლა იმ დროის ველში, სადაც არ არის გრავიტაციის ზემოქმედება, თქვენ შეგიძლიათ დრო აღიქვამთ როგორც ერთიანი მთლიანობა, როგორც მარადისობა, როდესაც თქვენ იმყოფებით დედამიწაზე, თქვენ ახლანდელ დროს აღიქვამთ როგორც განსაზღვრული მომენტი, არამედ რაღაც მთლიანი მომენტი, მთლიანობას, როგორც მთლიანობას ისე აღიქვამთ. როგორც კი თქვენ იწყებთ საუბარს, თქვენი წინადადების ნაწილი ჩაბარდება წარსულს. უღარ წარსულშია. ახლა მე თქვენ ხომ გელაპარაკებით, ესე იგი ჩემი ნათქვამი უღარ წარსულს ჩაბარდა. მე ახლა ვიმყოფები მომავალში, თუმცა გავიდა რამდენიმე წამი. დრო მოძრაობს. აი რას ნიშნავს დროის ველი და ზოგ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს წარსულის ილუზია, ამ წუთიდან მომავლის ილუზია. რომ ახსნან ის, რისი ახსნას მათ არ შეუძლია და ეყნობიან გრავიტაციას, ან ზოგჯერ უბრალოდ იგონებენ. ხალხი ამბობს, რომ არსებობს სხვადასხვა დროის ხაზები, მაგრამ არის ერთი დროის ხაზი, ეს არის ლინეიური, ესე იგი პირდაპირი გრავიტაციის აღთქმა, восприятие, прямолинейное восприятие гравитации, ესე იგი გრავიტაციის პირდაპირი აღთქმა, прямолинейное. როდესაც შენ ხარ განსახიერებული დედამიწაზე, დროის ლინერიული დრო, ესე იგი დროის პირდაპირი დრო, ეს არ არის რაღაც ნივთი, ეს არის აღთქმა, ეს არის ხედვა იმაზე, რაც აღიქვება სხვანაირად. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. აბსოლუტურ ველში არ არის დროის ხაზები, არის მხოლოდ თვითონ ველი, ამიტომ შეუძლებელია იყოს პარალელური დროის ხაზები. ეს უაზრობაა. ზოგჯერ ადამიანები ამბობენ, რომ ისინი ცხოვრობენ სხვადასხვა დროის ხაზებში, რაც არალოგიკურია. უბრალოდ ზოგჯერ ადამიანებს არ შეუძლიათ ახსნა თავიანთი მცდარი აზრები და ზოგჯერ, როდესაც ადამიანები თვით გაუგებარი არ ამე, ისინი იმართლებენ თავს იმით, რომ ისინი ცხოვრობენ პარალელურ დროის ხაზებში და ამბობენ, რომ მე იქ ვაკეთებ ამას, ვაკეთებ იმას.
არა ლოგიკურად მიმაჩნია, რომ შენი ცნობიერება განსახიერებულია რამდენიმე სხეულში ერთდროულად. ეს არ ხდება, შენ იყავი განსახიერებული სხეულში, წარსულში, ეს სხეული მოხდა და შენ გადადი სხვა სხეულში. კი, შენ შეგიძლია შენ წარსულთან კონდეს ურთიერთობა, მაგრამ ეს იგივე ხაზია, იგივე ცნობიერება იმავე სამყაროში, იმავე განზომილებაში. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ცნობიერება, რომლის გაყოფა თქვენ არ შეგიძლიათ, ეყოფა წყაროს და ხდება სამყაროში, სადაც რომელიც გახდება მათი მშობლიური სამყარო და ისინი ევოლუციას განიცდიდნენ იქნება იქიდან. აი ასე. ცნობიერება არ ხდება სულში. შემდეგ მას ყოფენ სხვადასხვა სექტორებში. ეს მასე არ კეთდება. წარმოიდგინე, რომ შენი ცნობიერება შეუძლია გაიყო სხვადასხვა სხეულებზე, სხვადასხვა ნაწილებზე და რა გამოდის აქედან და შენ იმყოფები სხვა სამყაროში და წყვეთ არ მithხოვდე ისეთ ადამიანს, რომელსაც გაყევი ცოლად ამ სამყაროში. მაგრამ გაყვეთ ცოლად სხვა ადამიანს იმ სამყაროში. კარგი. შენ არ გეყოლება ისეთი ბავშვები, რომლებიც ყავს ახლა. ასე რომ ამაზე ისტორია ამ ბავშვების მთავრდება. ისინი არ ცხოვრობენ პარალელურ სამყაროში. წარმოიდგინე, რომ იგივე ემართება შენ მშობლებს. შენი მშობლები ამ სხვა სამყაროში ვარს ამბობენ შენზე, გადაწყვეტეს რომ შენზე ეთქვათ ვარი, ასე რომ შენ არ არსებობ ამ პარალელურ სამყაროში. მაგალითად, ორი თხში ამ სამყაროში შენ გადაწყვეტე სასეირნოდ წახვიდე, სხვა სამყაროში კი შენ ამბობ ვარს და სეირნობის მაგივრად მოინდომე მანქნით გასეირნება. სხვა მეორე სამყაროში შენ ავარიაში მოხდები და გარდაიცვლები. თქვენ ვერ გექნებათ პარალელური ცხოვრებები, რადგან თქვენ გააკეთებთ სხვა არჩევანს, მიიღებთ სხვადასხვა შედეგს და ეს არ ამუშავდება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ გვიღებს ყურადღების გაფანტება ამაზე. ჩვენი ცნობიერება ერთიანია. დროში მოგზაურობა შესაძლებელია ტექნოლოგიების დახმარებით. მე მგონი, ამბობს ელენა დანანი, მე მოვედი მომავლიდან, მაგრამ მე ეს გავაკეთე სხვაგვარად. მე გადავწყვიტე განსახიერებულიყავი წარსულში 300 წლით უკან, რადგან ეს ეწინააღმდეგება ევოლუციის კანონებს. შენ ყოველთვის განსახიერდები მომავალში, მაგრამ როდესაც შენ გაქვს ტექნოლოგიები, შენ შეგიძლია ამის გაკეთება. მაგრამ ბევრი ვარსკვლავური თესლები, რომელიც მოვიდნენ 300 წლით უკან, გამოიყენეს ამ ტექნოლოგიები ამისთვის. დენი ჰენდერსონი ეუბნება ელენას, ძალიან კარგი, მაგრამ ეს მაინც განსხვავდება იმისგან, როდესაც ხალხი ამბობს, რომ წარსული, ამწყო და მომავალი არსებობენ ერთდროულად. და როგორც მე შენ მოგიყევი, მე დაბრუნებოდი დედოფლად და შენ დედას გიტირებდი. ვასია, მე შევძლებდი ყველაფრის შეცვლას და ადამიანების მანიპულირებას. რომ მე ისე შევცვლიდი ყველაფერს, როგორც იყო ჩავთვლილი საჭიროდ. ელენა დანანი პასუხობს, რომ დაბრუნდე წარსულში და რამე შეცვალო, უნდა დაბრუნდე ფიზიკურ სხეულში ტექნოლოგიების დახმარებით. დინა ჰენდერსონი აჩვენებს ფოტოს ელენას და ამბობს, მე 2017 წელს ავიღე ჩემი ფოტოაპარატი, რომელიც რამდენიმე წლის ნაყიდი იყო, რადგან ძალიან მჭირდებოდა რაღაცის გადაღებას ვაპირებდი. აჩვენებს ელენას ვალიანტი ტორის ფოტოს და უთხრა, რომ შენ ელენა პირადად შეხვედრიხა ვალერი ტორს და მინდა კითხო, რადგან მას ეგონა რომ ის იყო პენტაგონში, დუაიტ ეზეხაუერის გუნდთან, მაგრამ ის ახლა ფიზიკურად არის ამ პლანეტაზე და მას აქვს წითელი ფერის თმები, რუჟაფერის თმები და შენ საიდან იცნობ ლედი პინს? მე ელენა დანანი პასუხობს, რომ ის პირადად ხდებოდა მას და მას აქვს მუქი წაბლისფერი თმები. ჰენდერსონი ეუბნება ელენას, რომ შენ წიგნში წერ, რომ არასდროს გიღალატეთ
სამწუხაროდ ეს წიგნი ვიღაცა მომპარა, მაგრამ სხვებიც იპარავდნენ ინფორმაციას, ამიტომ ადამიანები უნდა იყვნენ ფრთხილად იმასთან, თუ საიდან იპარავენ ინფორმაციას. ხენდერსონი წამყვანი ამბობს, რომ ვალიანტი ტორი იყო ადამიანი, რომელიც მოვიდა იმისათვის, რომ დაეხმაროს კაცობრიობას. უკაცრავად მე ვერ გავიგე, აქ შეცდომა დაუშვი. ვთქვი, რომ ტორი დღეს ცხოვრობს დედამიწაზე, არა, პირიქით. ტორი დღეს ფიზიკურად არ იმყოფება დედამიწაზე. ეს თქვა ხენდერსონმა, ახლა გავაგრძელებ. და ხენდერსონი ამბობს, რომ ტორი არავისთვის უღალატია, პირიქით მას უღალატეს. ელენა დანანი ამბობს, რომ ტორი არის ახლა ფედერაციის საყაროების ფედერაციის წევრი. ის არის ვენერიდან ერთ-ერთი უძველესი კოლონიის უძველესი კოლონიიდან ვენერაზე ერი ტაოდან 1957 წელს ის იყო გამოგზავნილი დედამიწაზე იმისთვის, რომ შეხვედრილიყო პრეზიდენტ ეზენჰაუერს. მას ჰქონდა სამი მიზანი. ერთ ის, რომ მას უნდა დახმარებოდა ეზენჰაუერს, გაექმებინა ხელშეკრულება, რომელიც იყო დადებული MG12-ის და გრეის შორის. ის აწუნებდა ეზენჰაუერს გაეკეთებინა ეს და მას ეხმარებოდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მეორე მიზანი იყო თავდაცვის პროგრამა შეექმნა. ეს პროგრამა მუშავდებოდა 1940-იან წლებში, მაგრამ უნდოდა მისი გაძლიერება. თავდაცვის პროგრამა, რომელსაც ინიციაცია გაუკეთა გალაქტიკურმა სამყაროს გალაქტიკურმა საბჭომ, ამერიკის ომესთან ერთად ფლოტის შესაქმნელად, რომელიც იქნებოდა ტექნოლოგიების ჰიბრიდი დედამიწის ფედერაციაში. ახლა ეს ფლოტი ცნობილია როგორც მზის წველი, სოლნიჩნე სტრაჟ. უილიამ ტოპკინს იყო პირველი, რომელმაც ახსენა მზის რომელმაც მოიხსენია მზის დაცვა, დამცველები და ის მუშაობდა ამ პროგრამებზე ამერიკის ВВС-თან ერთად. ამიტომ მე მოგიწოდებ თქვენ წაიკითხოთ უილიამ ტოპკინსის ყველა წიგნი. მით უმეტეს წიგნი დასახელებით არჩეული უცხოპლანეტელების მიერ, სხვათა შორის მე გეგმაში მაქვს ეს წიგნი გადავთარგმნო, თუ გადმოვწერე უფასოდ, რადგან ჯერჯერობით ხდება ფასიანი ვერსიები. ვალტერი იყო იმისთვის, რომ ფედერაციაზე გაიგზავნა ანგარიშები, იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება დედამიწაზე, აგენტის ან თუნდაც შპიონის მაგვარად. ის იყო ელჩი. წამყვანმა გადავხადა მადლობა ელენას და თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ინფორმაციის გაზიარება. ახლა, როდესაც ჩვენ დედამიწაზე ხდება დედამიწის აღმავლობა და ეს ხდება პარალელურ ხაზზეც, ჩვენგანი ყოველი სათითაოდ არის პასუხისმგებელი ჩვენ გაკურნებაზე და ახლა არ ამგონია, რომ იყოს გასამართლებელი საბუთი, ერთმანეთის კბენა, ჩხუბი, კამათი და ასე შემდეგ. არამედ ყველამ უნდა შეასრულოს თავისი სამუშაო. უნდა ვიმუშაოთ ყველამ საკუთარ თავზე. ეგრეთ ელენა მოგვიყვას ჩვენ ნიბირუზე, ის გვიახლოვდება ჩვენ. არ ამგონია ეს ყველაფერი დაკავშირებული ყოფილიყო ზახარიას ლიჩინთან, ადამიანთან, რომლის სამუშაოები არის ყველასთვის ცნობილი და აღტაცებულები იყვნენ. და ხენდერსონი ამბობს წამყვანი ამ შოუში, რომ შეგიძლია თქვენ თავისუფლად გაარჩიოთ დეზინფორმატორები, მატყუარები ერთმანეთში. თქვენ შეგიძლიათ გკითხოთ მათ პირდაპირ, საიდან მაგარმა ეს ინფორმაცია. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინფორმაცია 10 ადამიანებისგან 9 მოიძებნია წიგნებში. როდესაც მათ ეუბნებიან გამოიჭერენ ტყუილში, ისინი შემდეგ გადადიან
წიგნების დაბრალებაზე, რომ ეს ეწერა ამ წიგნში და ამ წიგნში, მაგალითად ელენა და ანანი. დანას აქვს ფიზიკური გამოცდილება, ეიპის აქვს თავის ფიზიკური გამოცდილება და ასე შემდეგ. ხედესონია ამბობს, მაგალითად მე მაქვს ჩემი გამოცდილება და ჩემი წყარო. ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენ რეალურ გამოცდილებებზე, ჩვენ ცხოვრებულ გამოცდილებებზე, რომელიც არ შეიძლება ვინმე მოიგონოს, რაც ჩვენ გადავიდარეთ მაგას ვყვებით. და ეს ძალიან დიდი განსხვავებაა. და ზახარიას სიჩინი იყო დიდი მატყუ არა, უბრალოდ მინდა თქვენ ეს იცოდეთ. ელენა ვიღაცა კითხულობს, ან მეკითხება პლანეტა ნეიბირუზე და მე გამეცინა და ვეუბნები თქვენ ხართ ამისთვის ზად და შენ ელენა გამოდი და მას უთხარი, რომ ნიბირუ არ არის პლანეტა, არამედ ნიბირუ არის დიდი ხომალდი. რამდენი იყო გულის შეტევები და გულის წასვლები, ამბობს ხენდერსონი. გესმის, რომ პლანეტა ნიბირუ არსებობს, მაგრამ არა მზის სისტემაში. ხომ მასია ელენა? ელენა, შეგიძლია ცოტა აგვიხსნა? რა ხდება? ახლა კი ელენა და ნანი პასუხობს. საქმე იმაშია, რომ ზახარიას სიჩინი ავრცელებდა ბევრ ცრუ ინფორმაციას. ეს მისი ინტერპრეტაცია შუმერული ტაბულისა, რომელიც იყო დაწერილი მიზნით მისი საკუთარი იდეების გასაწევად, მისი იდეების წარსადგენად. ნიბირუ არის საწყისი პლანეტის დასახელება, საიდანაც მოვიდნენ ანახიმები, მაგრამ ნიბირუ, რომელიც შემოვიდა ჩვენ ვარსკვლავურ სისტემაში 372 წლის უკან, იყო ხომალდი. ის იყო დედობრივი ხომალდი. ჩვენ ვარსკვლავურ სისტემაში არ არსებობს პლანეტა ნიბირუ და მობოდიალე პლანეტის ისტორია არალოგიკურია, რადგან მობოდიალე პლანეტას არ შეუძლია სიცოცხლის ხარდაჭერა. ნიბირუ არის ხომალდი, ის ზომით არის როგორც დედამიწა და მთვარე. ახლა ხომალდი ნიბირუ განლაგებულია იუპიტერის ორბიტაზე. ეს ყველაფერია, ისე თქვა, მე შემიძლია. ეს არის დედობრივი ხომალდი. ხენდერსონი ამბობს, ეუბნება ელენას, რომ თქვენ ახლა ახსენეთ შუმერული ტაბულები და ჩვენ გვინდა, უბრალოდ ჩვენ მოგზაურობა ვიმოგზაურეთ. ჩვენ ვიყავით ბრიტანეთის მუზეუმში. მე ვაპირებ ისევ გაჩვენოთ ეს გადაცემა. ეს ისეთი ლამაზი და გრძნობიარე ადგილია. ელენა და მე ჩვენ ვიყიდეთ ამ ტაბულის ანალოგი, რამაც ჩვენ ძალიან გაგვახარა. ძვირფასო ელენა, მოუყევი ჩვენ მაყურებლებს თუ რა ტაბულა ეს და რა მნიშვნელობა აქვს ამას და რა აქვს დაწერილი. ელენა დანანი პასუხობს, ეს არის ანუმა ელიში, ეს ნიშნავს ამის თარგმანი ნიშნავს, როდესაც საგა იყო. ეს არის ისტორიის ჩანაწერი წარღვნაზე. როდესაც იყო გადაწყვეტილი მოეწყოთ წარღვნა, ეს სინამდვილეში მართლა არის ქვაზე ამოკვეთილი. ჩვენ გვაქვს სხვა ტექსტებიც, მაგალითად ატლას ხასისი, რომელიც ამავე ისტორიაზე ყვება. ლილით უნდოდა კაცობრიობის განადგურება, რადგან ისინი იყვნენ ძალიან ხმაურანები, როგორც თქვა ლილიტმა, რომ მათ უნდოდათ ძალიან ბევრი ხელისუფლების ხელში ჩაგდება და შეგიდა ცივილიზაციის გადატვირთვა. იქ ისე როგორც წერია, იგი აღდგა და თქვა, არა, შენ ამას ვერ იზამ და მე გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემ ძალაში, რომ შენ შეგაჩერო. და ეს დაწერილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგან ის სინამდვილეში მართლა აღწერს თავარ გმირს, ახალგაზრდა დრიასის მოქმედებას. და ლილი ლაპარაკობს განადგურებაზე, კაცობრიობისა და ეს სინამდვილეში მასია. არანაირი ეჭვები არ არსებობს იმისა, რომ ეს ვინ გააკეთა და ეს ისა, თუ ამ არტეფაქტის დასწრებისაც ჩვენ როგორი კმაყოფილები ვიყავით. ხენდერსონი
წამყვანი ამ შოუსი. მადლობა სუხთის ელენას, რადგანო წერენო მე მადლობას იმ კომენტარებისთვის, უბრალოდ ხო, იმ პასუხებისთვის წერენო მადლობას კომენტარებში, რასაც თქვენ იძლევითო. ელენა, ხომ არ შეგეძლოთ ჩვენთვის მოგეყოლათ შუმერულ ტაბულებზე? ჩვენ გვსმენია ორ ძმაზე, ენლი და ენკიზე და არის ხალხი, რომელიც შეცდომით ამტკიცებენ, რომ თქვენ და ენკი ხართ ფიზიკურ კავშირში და შეგიძლიათ ეს დაამტკიცოთ. მაგრამ შეგიძლიათ თქვენ ადამიანებს უთხრათ, ენკი რეპტილოიდია თუ არა და რომელიღაც რატომ ამბობს მაგაზე, რომ ის არის კანიბალი? დენი, ზოგი იდიოტები იმასაც ამბობენ, რომ ის სვამს ალკოგოლს, მხოლოდ მაგი კი არ სვამს ალკოგოლს, ის ალკოგოლს მარტო კი არა, უბრალოდ ის ალკოგოლსაც არ სვამს, მაგრამ მის ორგანიზმში არც რეპტილოიდური გენეტიკა არსებობს. ვინც მასე ამბობს, არაფერი იცის, უბრალო უნდათ იყვნენ პოპულარულები. იმპერატორმა ანუ დაქორწინდა პრინცესაზე, ანიზე, მიჭერ ქალზე და მას ერქვა ნამუ და მათ შეეძინათ პირველი ვაჟი, ანუ ის იყო ნახევრად ადამიანი. ანუ ეს არის თავისებური რასა, რომელიც არ არის რეპტილოიდური და ის დაქორწინდა უცხოპლანეტელ პრინცესაზე ნამზე, მათ შეეძინათ ვაჟი, ასე რომ აიბლი იყო ნახევრად ადამიანი, მეორე ქორწინებაში კი ანუ დაქორწინდა რეპტილოიდების დედოფალზე და მათ შეეძინათ ვაჟი, ენლილი. ენლი ნახევრად იყო სიკარის რეპტილია. აი ჩვენ საინდა ვიცით ეს და ლილას ჰქონდა მწვანე დანაოჭებული კანი, როგორც ჩვენ ეს ვიცი, როგორც ჰქონდათ რეპტილიებს. ეო, აი თურმე ეო რას ნიშნავს? აქ რომ წერია ეა. ეას ჰქონდა რეპტილოიდის კანი, იყო რეპტილოიდი ადამიანის კანით და განათებიდან გამომდინარე მას შეუძლია მოგეჩვენოს მისი კანისფერი მკრტალი ცისფერი ან ძალიან მკრთალი. მას აქვს ლამაზი ოქროსფერი კანის შეფერილობა, რადგან ის უქტავია. ესე იგი, განსაკუთრებულ განათების დროს შეგიძლია შეამჩნიოთ თუ კანი როგორ ბრწყინავს. ეს ძალიან ლამაზი საყურებელია. წამყვანი ჰენდერსონი ეუბნება ელენას, რომ რაღაც გამახსენდა წარსულიდან, როდესაც შენ თქვი, რომ ფიქრობ ბევრ სისულელეზე, შენ იცი სულიერებაზე და ისი მომავალ საუკუნეზე და შენ ნახეთ ძველი კარტის კოლოდა, რომელიც ჰქონდა შენ ამდენი წელს უკან და შენ ამოიტანე კარტა, ეს იყო კარტა მე და შენ იყავი აღელვებული და შენ თავს ეკითხებოდი თუ რატომ ღელავ ასე. და ეს დრო იყო, როდესაც შენ მას ისევ შევხვდი, როდესაც ყველა მოგონებებმა წამოყვეს თავი. ეს გავდა ფიზიკურ ხელმოწერას, ფიზიკურ ნიშანს. შენ გახსოვს ეს ელენა? ელენა პასუხობს, არა, მე ეს არ მახსოვს. მე ისეთი აღელვებული ვიყავი, რომ ჰენდერსონი ეუბნება ელენას, რომ შენ გამომიგზავნე მე ფოტო. ის იყო მშვენიერი. ეს იმისთვის, რომ ხალხს ცოდნოდათ, რომ არის პატარა მარკერები, თავისებური ნიშნები, რომლებიც ჩნდება, რომ თქვენი მოგონებები გამოაღვიძოს და ჩვენ ყოველთვის არ ვყოფებით ერთ და იგივე დროში. ყოველს ჩვენთაგანს აქვს თავისი გრაფიკი, ჩვენი გზის გრაფიკი. ზოგჯერ რაღაც ხდება. Мир появляется карта или физическое существо, такое как... მაგალითად ჩნდება კარტა ან ფიზიკური არსება, როგორც მე და რომ დაწუნდი იმაში, რომ მე ვრჩები პროგრამაში, მაძლევენ საშუალებას, რომ მე ინფორმაცია გავხსნა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ყვებით ჩვენ თუ ვინ არის ენკი და ვინ არის ენლილი, რომელიც იყო რეპტილოიდი და მათზე ვისაც უნდა გახდნენ რეპტილოიდური ავატარი. წარმატებას გისურვებ, მეგობარო, შენ მოგზაურობებში. ახლა რამიდა მე მინდა თქვენ კარგად აგიხსნათ. ანუ იყო
მიწიერი მეფე და ერთ-ერთ ვიდეოში გაცრავად ერთ-ერთ ვიდეოში პენი ბრედლიმ ახსენა ეს ზუსტად მომენტი ახლა როდესაც ელენამ თქვა რომ ანუ მეორე დაქორწინდა რეპტილოიდების დედოფალზე აქ თქვა დედოფალზე არა საუბარი როგორც პენიმ თქვა ერთ-ერთ ვიდეოში არის დედოფალი დედა არის დედოფალი და არიან შვილები ქალის შვილები და ნუ ისინი იცლებიან დედოფლებად და როდესაც მიწიერი მეფე მათ არ ემორჩილება რომელიმე პლანეტის მეფე ანუ რომელიმე პლანეტის მეფე ისინი აკეთებენ ყველაფერს რომ თავი შეაყვარონ მაგათ და მათ ასე პირდაპირ გაგები თქვათ ჩაუწვენ ლოგინში და ამით დაიმორჩილონ ისინი ასე მოხდა ანუსთან დაკავშირებითაც მას ჰყავდა მიწიერი ცოლი რომლისგანაც გააჩინა ენკი იყო ადამიანი არ იყო რეპტილოიდი მაგრამ როგორც პენი ბრელიმ თქვა პენი ბრელიმაც ახსენა ანუ ერთ-ერთმა დედოფალმა თავბრ დაახვია ანუს შეაყვარა თავი და მათ გაუჩნდათ შვილი როგორც ახლა ელენა დანანიც ამბობს ელენა დანანიც ამას საუბრობს ეს დედოფალი ეკუთვნოდა მეფურ ელიტას თეთრი ისინი იყვნენ თეთრი კანის ფერის და ესე იგი სიყვარულის ნაყოფად იშვა ენლი რომელიც იყო უმეტესწილად რეპტილოიდი ხო ამიტომ გეუბნები თქვენ არა აუცილებელი თუ არ ჯერათ მე მაგალითად სანამ რამეს დავიჯერებ მე ამიტომ ვცდილობ ყოველთვის წავიკითხო ყველაფერი რადგან როდესაც მოვა დრო პაზლის ცარილი ადგილები იფსება ავტომატურად და ყველაფერი ხდება გასაგები მეორე პიროვნება რომლისგანაც მე მესმის ეს ისტორია არის ელენა დანანი პირველი პიროვნება რომლისგანაც მე გავიგე ეს ისტორია არის პენი ბრელიმ ახლა გავაგრძელოთ წამყვანი ხანდერსონი ამბობს რომ დადის ჭორები რომ ზოგი რეპტილოიდები არიან ცუდები ზოგი კარგები Потому что есть и хорошие рептилоиды, древние коренные рептилоиды. არიან ძირი აბორიგენები რეპტილოიდები აი მაგალითად მარსზე როგორც ყვებოდა რენდი კრამერი ხო ხედავთ ეს მე რო წაკითხული არ მქონდეს მე ამას ყველაფერს ვერ ვიტყოდი ხომ ასია მაგრამ მე რადგან ყველაფერი მაქვს მოსმენილი წაკითხული ვცდილობ კიდევ მოусმინო აგერ ჩავამატეთ რომ თქვენთვის უფრო გასაგები გახდეს თუ რაზე საუბარი და ვინც სკეპტიკოსებია შეგიძლიათ სხვა წყაროდან მოიძებნიათ ინფორმაცია გათო თქვენ დაიჯერეთ მეთქი მე არ ვამბობ მე უბრალოდ ვცდილობ წარმოვადგინო ქართულ ენაზე ის ინფორმაცია რაც სასარგებლოა რაც წაადგება ადამიანებს წინ არა აუცილებელი თქვენ ამასი გჯეროდეთ ხო თქვენ გულს უნდა უკანახოთ თავი ინფორმაცია თუ არ რეზონირებს ესე იგი არ მოწონს თუ რეზონირებს თქვენ ორგანიზმთან თქვენ შეიძლება ვერ შეიგნოთ უბრალოდ ვერც მიხვდეთ რეზონირებს თუ არა ზოგმა მაგრამ ჭიანჭულასავიდრე დაგივლით თელ ორგანიზმში რაღაც ინფორმაციის მოსმენის მომენტში ან ყავზე დაგიდგება თმა ესე იგი ეს იმის ნიშანია რომ თქვენი ორგანიზმი რეზონირებს იმ ინფორმაციასთან რომელსაც თქვენ უსწრებთ თქვენ ესე იგი თქვენი ტვინი ერთს ამბობს მაგრამ თქვენი ორგანიზმი სხვას პასუხობს ამიტომ თქვენ ორგანიზმის ნიშნებს რეაგირებას მიაქცეთ ყურადღება როდესაც მე ვლაპარაკობ ნეგატიურ რეპტილოიდებზე ყოველთვის მე არ ვამბობ ვინ არის ეს არ ვაზუსტებ ვიზებს საუბრობ რომ ნეგატიურ რეპტილოიდებზე საუბრობ და ამიტომ ხდება ხოლმე გაუგებრობა
ამიტომ ხალხს გონია მე რომ გულისხმობ ყველა რეპტილოიდებს, მაგრამ ეს მასე არ არის. ელენა, ხომ არ შეგეძლო თქვენ მოგეყოლათ და გაგიზიარებინა თქვენი ცოდნები რეპტილოიდებთან დაკავშირებით. ორივე ნეგატიური და დადებითი რეპტილოიდებზე. ვიც აქ იყო ადრე, სხვათა შორის მე მაქვს ვიდეო დადებული ელენა დანანის თარგმანი, ის ყვება იქა ცხოვრებ რასებზე, ცივილიზაციებზე ორიონში, ზუსტად არ მახსოვს. იქ სქემა კიდე დენა, სქემა. ხო, ვიდეოს როგორც იმაზე ყრდად დენა, სქემა, კოსმოსური სქემა და იქ აწერია ორიონი. ასე სამი ერთად რომ იყოფა. M14 თუ M რამდენი არ მახსოვს ზუსტად. დედამ ელენა დანანი ყვება. დედამიწა იყო აღმოჩენილი რეპტილოიდების მიმართ 100 მილიონის წლის უпростоრად 100 მილიონის წლის უკან. და მათ დაიწყეს პლანეტის ტერაფორმირება, რომ გახადონ ეს პლანეტა თავის გადააკეთონ ეს პლანეტა თავის ქვეშ და განავითარებიათ რეპტილოიდური გენეტიკური მქონე არსებები. მაგათმა შექმნეს ეს უზარმაზარი რეპტილიები შემდეგ 65 მილიონი წლის უკან. აქ მოვიდნენ სედარები და აღმოაჩინეს ტერაფორმირებული პლანეტა და თქვენს რაღაცას ისე არ მიდის. ჩვენ ვაპირებთ პლანეტის იმ მდგომარეობაში დაბრუნებას, როგორ მდგომარეობაშიც იყო ის დასაწყისში, რომლითაც საშუალება განვითარდეს სიცოცხლის ყველა ფორმა. ამიტომ მათ ცხოველს რეპტილოიდებს წასულიყვნენ დედამიწიდან ან ებრძოლათ. ან გაქცეულიყვნენ, ან ებრძოლათ. ბევრი მათგანი წავიდა და ერთი ნაწილი და მეორე ნაწილი წავიდა მიწის ქვეშ, ჩავიდა მიწის ქვეშ და დღემდე ცხოვრობენ იქ. ახლა მათ უწოდებენ ნაგებს, თუმცა ნაგები არიან ეს ნაგების განშტოება. ისინი თავიდან იყვნენ ტყუილად განწყობილი დედამიწის მიმართ და სხვა სიცოცხლის ფორმების მიმართ. 100 მილიონი წლის განმავლობაში შეიძლება თავისუფლად შეიცვალო. ისინი გახდნენ ბრძენი და სულიერად გაძლიერებული და სხვადასხვა კულტურაში მათ დაუწყეს მათ უწოდებდნენ ბრძენი და უხუცესები. მათ არასდროს უნდათ პრობლემები. ისინი ცხოვრობენ აზიის კონტინენტის ქვეშ. ეს რაც ეხება ნაგებს, მაგრამ ნაგები ეს არის საზოგადოება საკის დასახელება, მეორე სხვა საზოგადოების დასახელება. და როდესაც სიკარიც რასაც დაბრუნდა დედამიწაზე, ანუ დრაკო, რეპტილოიდები დრაკო, როგორც ფილმად უძახებ, მათ ნახეს თავისი კოლონია და მათ უთხრეს, რომ მათ ემუშავათ მათთან, დრაკოსთან. ჩვენ თქვენი ძმები ვართ. თქვენ ჩვენთან უნდა იმუშაოთ, რომ დავიბრუნოთ ეს პლანეტა. და ეს პლანეტა უნდა იყოს მხოლოდ ჩვენი რეპტილოიდების. მაგრამ ნაგებმა ვარი უთხრეს და მათ შორის მოხდა ჩხუბი. სამწუხაროდ ბევრი ნაგი შეუერთდა რეპტილოიდებს, მაგრამ არის დიდი ჯგუფი, რომლებიც ცხოვრობენ მშვიდობიანად და ეხმარებიან აზიის ხალხს, მაგრამ ისინი იმალებიან. მე მგონი მონარქებს და იოგებს ნება დართული აქვთ მათ სამეფოში შესვლის, მაგრამ რეპტილოიდების სიკარები, დრაკონიელები გაერთიანდნენ მიწიერ სახელმწიფო მმართველებთან, მაგრამ ახლა ისინი არ არიან, მათ დატოვეს პლანეტა 2021 და 2022 წლებში იყო ბოლო ომი. ომი დამთავრდა 2022 წელს. ამ პლანეტაზე არ დარჩა არც ერთი ცუდი რეპტილოიდი. ისინი ყველა წავიდნენ და არა მხოლოდ ამ ვარსკვლავური სისტემიდან და ეს დაკავშირებულია სკილილთან. ლილს უნდა კაცობრიობის დამონება და ესუსტებინა დნმ და
ადამიანების ცნობიერება მაგ დროს კისკი არ უნდოდა იმის გაკეთება. ენკი იყო გენეტიკოსი, მელილის ჯარით მთავარსარდალი და ენილმა უბრძანა ენკის ადამიანების გენეტიკის შეცვლა. ენკი მუთხავარი. ენკიმ როდესაც გაერკვა კაცობრიობებში, აღმოაჩინა, რომ ადამიანები იმდენად ნიჭიერები იყვნენ, რომ პირიქით უნდათ გაეაქტიურებინათ მათი ეს ნიჭები, უნარები რაც ჰქონდათ. ენკიმ შექმნა მეფური დინასტია მისი სისხლით, ადამის დინასტია. ენკიმ შეურია თავისი სისხლი მათ სისხლში, ამას უწოდებენ მეფურ ცისფერ სისხლს. იესო და მაგდალინას დინასტია, რომლებაც მისცენ საწყისი ფრანგული და შოტლანდიური მონარქიისა, მაგალითად სტიუარტები, ისინი არიან დადებითი სამეფო დინასტია ცისფერი სისხლისა, გრალისა. ენლიმ თავისი მხრიდან გააკეთა მოიქცა ისევე, რადგან იყო ენკისე გაფრასებული, მან შექმნა თავისი საკუთარი სამეფო დინასტია რეპტილიებისა. მოდით ამის შესახებ არ დავივიწყოთ. ენლილი იყო ნახევრად რეპტილია რასაც იკარიდან, ასე რომ მან შექმნა რეპტილოიდების დინასტია, რომელიც ახლა ცნობილია როგორც 13 ბოროტი ოჯახი, რომლებიც მართავენ დედამიწას. წამყვანი ჰენდერსონი ამბობს, რომ მთავარია ჩვენ განვასხვავებდეთ რეპტილიებს, რომ არ შეგვეშალოს სხვა რაღაცაში, როგორც რუხები გვეშლება. იყვნენ რეპტილოიდები, რომლებიც იტაცებდნენ, ჭამდნენ, მანიპულირებდნენ, ზიანს აყენებდნენ. ეს გვახსენებენ ჩვენ რუხებს, რომლებიც არიან პროგრამებით დაინფიცირებულები. ის მატკები დედობრივ ხომალდებზე, რომელიც იყო განლაგებული, გამოიყენებოდა რუხების მიერ ჰიბრიდების შესაქმნელად. არის სახეობები, რომლებიც ადამიანებთან არც არ უნდა შეჯვარდნენ ადამიანებთან, სახეობები, რომლებიც ვერ შეიჯვარედინება, მაგალითად ძაღლი და ადამიანი. ჩვენ ადამიანები ვართ იმპათიური, ჩვენ ისე ვართ შექმნილი, რომ უნდა გვიყვარდეს, რაც ბავშვებს შეეხება, რომლის მშობლები მოხდნენ რუხების გავლენის ქვეშ და დაიჯერეს, რომ მათ დაებადათ არაჩვეულებრივი ბავშვი, უცხო პლანეტელი, და ის დაიბადა ქალის საშვილოსნოდან. ეს არის საშინელი მანიპულაცია და დღემდე არსებობს რუხების დაყენებული და რეპტილოიდების დაყენებული მახები, რომლებშიც ხდება ადამიანი. ჩვენ ახლა ამას დაუბრუნდებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანები ფიქრობენ, რომ დამებადა არაჩვეულებრივი განსხვავებული შვილი. რას ეტყოდით თქვენ ისეთ მამაკაცებს და ქალებს, რომლებსაც ყავთ ასეთი განსაკუთრებული შვილები? ელენა და ნანი პასუხობს, ვიტყოდიო, რომ თქვენ მოგატყუეთო. რუხები იყვნენ ძალიან მატყუარა არსებები, ნაბიჯვრები. რუხებს არ აქვთ თვისება, სიცოცხლე გამოხატონ ვინმეს მიმართ. მათ სხვის ზომბებზე მათ სხვისი ზომბები ყოველთვის ფეხზე ეკიდათ და ადამიანის ზომბებზეც მიეფუთხებიათ. რუხები ადამიანებს ეკცევოდნენ როგორც პირუტყს და რუხები არასდროს არ გამოხატავენ თანაგრძნობას ადამიანების მიმართ და საერთოდ არსებების მიმართ და აჩვენებენ ქალებს ჰიბრიდებს, რომ მათ არ უნდათ გენეტიკური კავშირი, მაგრამ შენ ამ ბავშვს ვერ დაიტოვებ. იმ შემთხვევაში დაგიტოვებთ ბავშვს, იმ შემთხვევაში მოგცემთ ბავშვს, თუ შენ ამ ჰიბრიდების პროგრამის გაწევაში
განვითარებაში დაგვეხმარები. თუ შენ თანამემამულეებს დაარწმუნებ, რომ ეს ჰიბრიდული ბავშვები, ყველა ჰიბრიდული ბავშვები დააბრუნონ, მაშინ ეს შვილი დაგრჩება შენ. თუ შენ აღმოჩნდი ასეთ სიტუაციაში და შენ მოგიყვანენ ჰიბრიდი და იგივე გითხრეს შენ, არ დაუჯერო და სიცოცხლე არ გამოხატო ამ ჰიბრიდის მიმართ, რადგან ის შენი შვილი არ არის, ის არ არის ადამიანი. არ დაუჯერო მაგათ, არ აყვე მაგათ მახეში არ მოხდე. პირიქით, მათ მიმართ სიძულვირი იგრძენი, მე გულისხმობ, რომ შენ უნდა გძულდეს ისინი, ვინც მასზე მოგექცა, რუხები იქნა განადგურებული, ასე რომ ისინი არ არიან არც ისტორიაში, არც მეხსიერებაში. და თუ შენ ჩემ არღზე ახალი ნაციების, კოსმოსური ნაციების, ან ვარსკვლავური ნაციების ახალ ამბებში 59 გამოშვებაში 59 გამოშვებას მოусმენ, შენ გაიგებ თუ მათ რა დაემართათ Тебя просто использовали. Тебя просто использовали. და ისინი ვინ არიან, იმათმა უბრალოდ შენ გამოგიყენეს, იარე წინ და ჩამოიტოვე ყველაფერი. ეს იყო ომი. მოდით ახლა ვილაპარაკოთ რეპტილოიდებზე. როგორც წინა ჩვენ ვილაპარაკეთ რუხებზე დამათ ჰიბრიდებზე, რომლებსაც სული არ აქვთ, ასევე არიან რეპტილოიდების ჰიბრიდები. მოდით ვილაპარაკოთ მაგათზე. და რომელი რუხები არიან საშიში კაცობრიობისთვის. ელენა დანანი აგზელებს. მე მინდა რაღაც დავამატო ჰიბრიდებთან დაკავშირებით. მე ვლაპარაკობ იმ ჰიბრიდებზე, რომლებიც იყო აღმოჩენილი მასობრივად გამოყვანილი რუხების მიერ, რომლებიც ნახეთ ჩვენ ამ ხომალდების არმადის სატრანსპორტო განყოფილებაში, ორიონის დანისლების უკან. კიდევ არის ჰიბრიდების ერთი სახეობა, რომლებიც იყო შექმნილი დედამიწაზე და ნახული იქნა მიწისქვეშა საბაზო მიწისქვეშა ბაზებზე 2021 წლამდე. ისინი ახლა არ არიან, ისინი იყო შექმნილი ბნელი სამხედროელების მიერ, რომლებშიც აგრეთვე გარულები არიან ფრინავები, სამხედრო ფრინავები და სხვა სამხედრო ძალები მიწისქვეშა ბაზებზე და ეს იყო სხვა პროგრამა, ეს იყო სამეცნიერო ექსპერიმენტი, რომლის დახმარებით არკვევდნენ თუ რომელი გენეტიკა გამოდგებოდა ჰიბრიდების მასიური გამოშვებისთვის, რომლებიც ნანახია ხომალდებზე. ეს ჰიბრიდები სხვადასხვა საკისა გადაარჩინეს დედამიწაზე. ამათ ჰქონდათ რაღაც ნაწილით ადამიანური სული, ვისაც არ ჰქონდა სული, ისინი გაანადგურეს. მათ, ვისაც ჰქონდა ადამიანის სული, გამოაჯამრთელეს, იშვილეს და გაამგზავრეს სხვა ვარსკვლავურ პლანეტებზე, სხვა ვარსკვლავურ სისტემებში. ამიტომ მე მინდა გავარჩიო თუ რით განსხვავდებიან რამდენიმე ეს ჰიბრიდები ერთმანეთისგან. საექსპერიმენტო ჰიბრიდებს შორის, რომლებიც შექმნილია სვალკაზე, ესე იგი მეტალალომის ტერიტორიაზე, სადაც მეტალალომს აგროვებენ, მას უძახიან სვალკას, მაგრამ აქ ეტყობა ამას სხვა გაგები თქვა. და ნამდვილი ჯარისკაცებ შორის, ჰიბრიდებს შორის, რომლებიც ნახეს ორიონის დანისლების უკან. ადამიანების გადაცებით საქმიანობდნენ გრესები, ესე იგი რუხები. მუშების ზედას ქსელიდან იყო გადაცების ორი სახეობა. ჯერ მათ მიყავდათ ადამიანები თავიანთ ხომალდებზე, რომლებიც იყვნენ განლაგებული დედამიწის ორბიტაზე, რომ აიღოთ მათი გენეტიკური მატერიალი და გამოიყენებინათ
ჰიბრიდების შესაქმნელად. შემდეგ მათ აბრუნებდნენ სახლში. გადაცემის მეორე ტიპი კი ეს არის გადაცემა მილაბების მიერ, რომლებიც მუშაობენ სამხედროელების ბნელ მხარეს და გადაცემულები მოყავდათ მიწისქვეშა სამხედრო ბაზებზე, გასაიდუმლოებულ ბაზებზე და ამ ხალხს შემდეგ იყენებდნენ ექსპერიმენტებისთვის და ჰიბრიდიზაციისთვის და ის ჰიბრიდი ბავშვები იყვნენ გადარჩენილი. ის ჰიბრიდი ბავშვები გადაარჩინეს შემდეგ. მაგრამ ვიცით, მიყავდათ იყო ძალიან ბევრი. ხალხი იღვიძებს, ხალხი იხსენებს, მათ როგორ იტაცებდნენ და თავის თავს ხედავენ ამ ჯართების გლოვაში, ჯართის გლოვის შორის გასაიდუმლოებული მიწისქვეშა ბაზებზე სამხედრო ფორმებში. ზოგი ამბობს, რომ ხო რუხები არ არიან, მაგრამ მათი გადაცემა გრძელდება. ამას აკეთებენ სამხედროელები, მაგას მათ შეექმნენ რუხი თოჯინები, ყალბი უცხოპლანეტელები, რომ ხალხმა იფიქრონ, რომ მათ იტაცებენ უცხოპლანეტელები, სინამდვილეში კი მათ იტაცებენ სამხედროელები, რომ დამალონ თავისი თამაში და ამიტომ შეიძლება ეს ყველაფერი გრძელდება, მაგრამ თანდათან ნელდება. და თუ თქვენ გესმით, რომ რუხები ისე იტაცებენ ადამიანებს, იცოდეთ, რომ ეს ნამდვილი რუხები არ არიან, ეს არიან სამხედროელების თოჯინები. თქვენ კი გიტაცებენ დედამიწელები, სამხედროელები. რასაკვირველია, ყველა რუხი და მათი კულტურები არ არიან ბოროტები, მაგრამ იმ რუხ რასებს, რომლებიც არ არიან ბოროტები, უდღეს არ ჩარეულიყვნენ დედამიწელების საქმიანობაში და არ შეექმნათ მათთვის პრობლემა. და ეს ლოგიკურია. არის ერთი რასა, ტაოციტი და მაღალი რუხები ადამიანური სახეებით და მათ არ აქვთ კოლექტიური ცნობიერება. ისინი ინდივიდუალურები არიან როგორც ადამიანები, ისინი მუშაობენ ფედერაციაში, მათობრივებას გადასცემენ ცოდნებს, განსაკუთრებით სამეცნიერო ცოდნებს სამყაროს კანონებზე. ისინი ამას აკეთებენ პირადულ კონტაქტის დახმარებით. წამყვანი ეუბნება, ამბობს, რომ ჩვენი მეგობარი ავსტრალიელი სინკერი მე და მავიწყდა ვინ აშენებს მის პლატფორმას ავსტრალიაში. ის იღებდა ინტერვიუს დენ უილისთან, მეც ამიღია მისგან ინტერვიუ. ის ახლახან იყო ძალიან განერვიანებული და როდესაც მე მას მოუყევი რუხებზე, მან მიიღო ლოგიკურად, ადეკვატურად ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ მუშაობს სამყაროების ფედერაციის სამყაროების galaktikis ფედერაციაზე. ახლა კი იმ რუხებზე, რომელზეც ჩვენ ლაპარაკობდით, იმ უსულო რუხებზე. ამან მიმიყვანა სხვა სიტყვები, რომელიც გახდა საზოგადოებრივი თემა, რატომ და არის რუხების მახეები, არის როგორც ჩვენ ვიცით რეპტილოიდების მახეები, არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რეპტილოიდები, სიკრა დრაკოელები მათ შეუძლიათ, მათ შორის არიან პატარებიც და დიდებიც. შენ ელენა შეგიძლია ეს ერთ წუთში ახსნა, მაგრამ მათ აქვთ საშუალება შექმნა სული მათ შიგნით. გეთაყვა მოყევი, შენ ამაზე რას ფიქრობ? კი, ამბობს ელენა დანანი. დიახ, სიკარა ნამდვილად ჭამენ პატარა ბავშვებს, ან პატარა ადამიანებს. იყო ბევრი გადაცემა ამ პატარა ადამიანებისა, ბავშვებისა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ საკვების გამო. ეს ხდებოდა მხოლოდ საკვების გამო, ეს გადაცემები. მე გულისხმობ გადაცემები ხდებოდა საკვების გამო და არა სულის გამო. ხო, მე რამე კიდე გავარკვიო, თუ ბავშვებს იტაცებდნენ, იმის გამო, რომ მე მათი სულები გამოეყენებინათ, დრაკო იტაცებდა ბავშვებს იმის გამო, მხოლოდ რომ ეჭამა.
არ შეიძლება, შეუძლებელია ვინმე შეჭამო და მისი სული მიიღო. ეს გამოიყურება პრიმიტიულად. შეუძლებელია ჭამო თავის შენი მტრისა და გადმოგეცეს მისი უნარები. იცი, ამაზონურ ტყეებში დღემდე იქცევიან მასზე ზოგი ტომები, მაგრამ ეს მასე არ მუშაობს და რეპტილოიდს არ შეუძლია ეკონტაქტოს ადამიანის სულთან, ან პირიქით. ადამიანის ხელს არ შეუძლია ურთიერთობა გქონდეს რეპტილოიდის სულთან, რადგან ისინი ეკუთვნიან სხვადასხვა სახეობებს, სხვადასხვა სიხშირეებს, ეს სხვადასხვა რამ არის? წამყვანი ამბობს, ტოტი არის ბერძნული სახელის ჯეხუის განვითარება, რაც ნიშნავს ადამიანს პიროვნებას, რომელსაც მოიტანა ცოდნები, როდესაც აგრეთვე მას მიანიჭებენ კიდევ მიანიჭებენ კი არა, აგრეთვე მიაკუთვნებენ პტას, პტა სახელია. ელენა პასუხობს, ტოტი უბრალოდ არის ორი სხვადასხვა არსებები. კიდევ რა მინდა ხა გითხრათ, ამან ელენამ თქვა, სუშნესტი არის ორი სხვადასხვა სუშნესტი, მაგრამ სუშნესტი душа სხვა, სუშნესტი სуть სуть ითარგმნება ერთი სიტყვით არსება. მე ვერ მოვუძებნე თარგმანი სуть, მაგრამ ეს სხვადასხვა მნიშვნელობა სინამდვილეში. სუშნესტი არის არსება და სуть, არსებაში შეიძლება ახლა გამოიხატებოდეს სიტყვა სუშნესტი, არსება მაგალითად მე, თქვენ, ეგრე ძაღლია თუ კატა ჩვენ, მაგრამ სуть ეს უკვე ცალკე არსება, რომელიც თავისთავად არსებობს. და ის ფიზიკური სხეული არაა. ის არის სულიერი რაცხა სხეული ენერგია და მას არ შეუძლია მაგალითად მოკდეს, მაგრამ მას შეუძლია შევიდეს სხეულში, ავატარში. ხო, ესა განსხვავება. და პტა და ოსირისი отождествляется შეფარდებიან ენკის სახელ პიროვნებას ენკის პტა და ოსირისი. ის არის ცოდნის ღმერთი, აზროვნებენ, სხვადასხვა ბევრი ხალხი არ აზროვნებს და მე ვხედავ არეულობას, რა არის აზრი. ნიმგიზიდა არის შუმერული ღმერთი, რომელმაც ცოდნები მოიტანა ამერიკაში. ჯახუტი, კიდე გავიმეორებ, ჯახუტი ის არის, რაც მას ქვია, როგორც ახსოვდნენ ეგვიპტელებს, მაგრამ სინამდვილეში ეს ნინგიზიდა ცხოვრობდა ატლანტიდაში. ის ენკის ვაჟი არ არის, ის იყო ენკისზე უფროსი და იყო მისი მასწავლებელი, იყო ენკის მენტორი. მისი ნამდვილი სახელია იშკა ჯაიხუტი აგრეთვე ეწოდებოდა ტორად ბერძნულ მითოლოგიაში, ბერძნულ მითოლოგიაში კი გერმესი, უпроსტად გერმესი ბერძნულ მითოლოგიაში, მერკური კი ის არის, ვინც აკავშირებს ღმერთებს და ადამიანებს, ის აგზავნის გზავნილებს, იწერს წმინდა წერილებს, მას აგრეთვე უწოდებენ გერმეს სამჯერ უდიდესი, ის არის უდიდესი ალქიმიკი, შეიძლება თქვა ალქიმიკოსი, ინგიზიდაც იყო ალქიმიკოსი, კურატორიც, წამყვანი. დენი ჰენდერსონი,
ეუბნება ელენას, მოდით ახლა გადავიდეთ კურატორებზე, აპალზე და ტორზე. აპალი იყო სახელი. უდიდესი კატასტროფის შემდეგ, ალუ 7 ბრძენი მოვიდნენ ატლანტიდიდან და დაიწყეს ცოდნების გავრცელება. შუმერულ წერილებში მათ უწოდებენ ოპალას ოჯახს. 7 ოპალა. ოჯახი არა, 7 ოპალა. და ამათ შორის ნედ არის ერთ-ერთი წამყვანი ხანდერსონი ეუბნება ელენას დიდი მადლობა და მე ვხედავ რომ ჩვენი საუბარი მიდის საჭირო დინებაში, მიყვება საჭირო დინებას. მოდი ელენა დაუბრუნდეთ სიტყვას ან სახელს ნინგიზიდა. არის კიდე ნინგირსო და ჩვენ გვინდა რომ ხალხმა გაიგონ თუ რა არის ეს სახელი, რას ნიშნავს. ნინ ეს არის ქალის სახელი, დანიშნავს ქალს, დედოფალს ან კიდევ სხვა რამეს. ამ დაგვართ საკითხში. მაგრამ სახელში ნინდანო ის ისმის სხვანაირად, სხვაგვარად, ეს უბრალოდ ქალის სახელი არაა. ნინგიზიდა ეს არის სახელი, რომელიც აღწერს ალქიმიკოს. ეს არის ტიტული, მის სახელში დევს კაცის და ქალის საწყისი. მისი ნამდვილი სახელი არ იყო ნინგიზიდა, მისი ნამდვილი სახელი იყო იშკა. ამერიკაში ის ცნობილია როგორც იზაკოტა. წამყვანი ამბობს, რომ თუ ახლა ჩვენ გადავადგილდებით ძველ ეგვიპტეში და იქაურ სამ სახელს გავარჩევთ. პირველი არის ჩვენ ყავს ნეფერტიტი და კიდევ მეორე სახელი თქვა მახსოვს შეყვარებული რამზესის. შეგიძლია ისევ აგვიხსნა რომ ხალხმა გაარჩიონ ტიტულები და სახელები. მოდი ვილაპარაკობ ნეფერტიტიზე, ნეფერტარაზე. ელენა, შენ როგორც არქეოლოგმა, რომელმაც გაატარა 8 წელი ეგვიპტეში, იყავი ხელმძღვანელი და თარგმნელი იეროგლიფისა. ელენა დანანი პასუხობს. ნეფერ ნიშნავს სილამაზეს ძველ ეგვიპტეში. ახლა კი გავარჩიოთ რას ნიშნავს სინამდვილეში აშტარა. ელენა ეუბნება წამყვანი. პასუხობს ელენა დანანი. არის ნამდვილი რაღაცა, რაც უბრალოდ არის ფსიქოტრონული ნივთები და ნამდვილ საგნებში არის კარგის და ცუდით. მოდი დავიწყოთ ნამდვილი ნივთიდან. არიონის ომების შემდეგ ვარსკვლავური სისტემა სირიუს ბესი მოინდომა შეექმნა აჯანყებულების ალიანსი, რომ ებრძოლა რუხ ნაბუს შემოჭრის დროს მათ სისტემაში და აგრეთვე დრაკო რეპტილოიდების შემოჭრის დროს მათ სისტემა, რომლითანაც ესე იგი ეს დრაკო და ეს ნაბუ, რუხების ნაბუ და დრაკო რეპტილოიდების იყვნენ კავშირში. მათ ჰქონდათ ესენი იყვნენ მოკავშირეები სიხებთან, მაგრამ ეს იყო წარსულში. ამიტომ სირიუს ბემ შექმნა აშტარის ალიანსი. აშტარი ნიშნავს, სიტყვა აშტარი ნიშნავს ასაშტიუნე აღებული სინათლით. ეს მაგის ვარსკვლავური სისტემა არის მიბმული გრავიტაციით სირიუს ასთან, რომელიც არის ცისფერი სუპერგიგანტი და კაშკაშა. ეს ალიანსი იყო ნორმალურ მდგომარეობაში, სანამ რუხები და დრაკონები არ შეიჭრნენ შიგ და არ დაანგრიეს საზოგადოება.
ისევე მოიხსნენ ატლანტიდას და დედამიწას. ისინი შეიჭრა ალიანსში და გარყვნენ ისინი, ამიტომ მაგალითად შექმნეს სხვა დაჯგუფება, რომლებაც გადაწყვიტეს პლანეტა დაეტოვებინათ ხომალდეებს, დედოფლ ხომალდეებზე და შეექმნათ სამხედრო ფლოტი, რომელსაც არ აქვს სახლი. ისინი უბრალოდ არიან დაქირავებული, რომლებიც იბრძვიან რუხების წინააღმდეგ და galaktikაში ბალანსის მხარდასაჭერად. ეს იყო ხალხი ტაშკირუ, მახლები თეთრკანიანები, სამკუთხედის სახეებით და მათ იცნობენ მთელ galaktikაში როგორც კარგ ჯარს. ჩვენ გვაქვს ავანპოსტი იუპიტერის ზედა ატმოსფეროში, ავანპოსტი galaktikuri მეთაურობის აშტარის. ისინი მუშაობენ სამყაროების galaktikis სამყაროების ფედერაციაში, რომლებაც სთხოვეს მათ იქ ბაზა აიშენებინათ, რომ თვალყური ედებნათ სისტემაზე და დაეცვა ისინი. ეს სიმართლეა, მაგრამ ტყუილია ის, რომ რუხები, რომლებიც კავშირში არიან ჩრდილოეთ სახელმწიფოსთან, შექმნეს აშტარი. ასე იყო შექმნილი ფედერაციის სამყაროების უბრალოდ სინათლის ფედერაცია, galaktikuri ფედერაცია, რომ ადამიანების ყურადღება დაეფანტათ. ასე იყო შექმნილი აშტარი, ვითომ რუხების მიერ რომ ყურადღება დაეფანტათ მოსახლეობის ადამიანების. აშტარ შირანი არის გამოგონებული პერსონაჟი, რომელიც არ არსებობს. აშტარი შირანი შექმნეს იმისთვის, რომ ადამიანების თავს აებნათ. ელენა, ვერ მოგვიყვებოდით პრინცესა დიანაზე და მის შთამომავლობაზე, წინაპრებზე? ეუბნება წამყვანი ელენას. ელენა დანალი პასუხობს, თუ მე არ ცდები, ის იყო შოტლანდური დინასტიიდან, მარია სტუარტის შოტლანდური დინასტიიდან. ეს კი არის ცისფერი სისხლი და მათ ჭირდებოდათ მისი წმინდა სისხლი რიტუალებისთვის,